საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით ბავშვებო. დღეს ჩვენ შევისწავლით ზმნის წინს. ზმნის წინი არის, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ზმნის წინა ნაწილი, რომელიც ერთვის მას, ანუ ზმნას და რამდენადმე მეტ-ნაკლებად, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტად, ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებად უცვლის მას მნიშვნელობას. ქართულში დაიმახსოვრეთ გვაქვს 15 ზმნის წინი. მი, მო, ა, და, ჩა, შე, გა, ცა ერთმარცვლიანი ზმნის წინებია, როგორც ხედავთ, და ამო, ჩამო, შემო, გამო, წამო, გადმო, გადა ორმარცვლიანი ზმნის წინებია. მო ზმნის წინი, რომელიც ერთვის მეორე ნაწილად პირველ ნაწილს ზმნის წინისას, რა თქმა უნდა, რთულია. ხოლო მი, მო, ა, და, ჩა, შე, გა, და, გა, ცა ზმნის წინები მარტივია. ახლა ჩვენ შევუდაროთ ერთმანეთს ზმნისწინიანი ფორმები, სხვადასხვა ზმნისწინი გამოვიყენოთ. დახატავს, ჩახა ბავშვი, ვთქვათ, ბურთს. ჩახატავს, აქ უკვე ჩანს, რომ რვეულში ჩახატავს. გადახატავს, ვთქვათ, ერთი რვეულიდან, ან წიგნიდან თავის რვეულში. გადმოხატავს, თავის რვეულში გადმოხატავს სხვა წიგნიდან. როგორც ხედავთ, ყველა შემთხვევაში ზმნა გამოხატავს ხატვის პროცესს, მაგრამ მათ შორის მაინც არის შინაარსობრივი სხვაობა. ახლა ავიღოთ უსმნისწინო ფორმა. ფრინავს. აქ ჩანს, რომ ფრინავს ბეღურა, ჩიტი, ნებისმიერი ჩიტი ფრინავს, ან თუნდაც თვითმფრინავი, მაგრამ არ ჩანს მიმართულება. ახლა ვნახოთ. მიფრინავს. შეუდარეთ და მოფრინავს. მიფრინავს ფორმით აშკარად ჩანს, რომ ჩიტი მიფრინავს ჩემგან იქით. მაშასადამე პირველი პირისგან იქით. მაშასადამე ამ შემთხვევაში იქითა მიმართულების გამომხატველია მთლიანად ზმნა, აი ამ ზმნის წინის წყალობით. ხოლო მოფრინავს იქიდან ჩემგან. მაშასადამე იქ, სადაც იმყოფება პირველი პირი. და ამ ტიპის ზმნები აქეთა მიმართულებას გამოხატავენ და აქეთა ზმნის წინებს უწოდებთ მას, აქეთა მიმართულების. წავიდა იქით ჩემგან შორს, წამოვიდა იქიდან ჩემგენ, ანუ იქითა და აქეთა მიმართულება. ავიდა ქვევიდან ზემოთ. ამოვიდა ქვევიდან ზემოთ, მაგრამ იქ, სადაც მე ვარ, ამოვიდა აქ. შეფრინდა შიგნით, გარედან შიგნით, მაგრამ იქ, სადაც მესამე პირია, ხოლო შემოფრინდა გარედან შიგნით შემოფრინდა, მაგრამ იქ, სადაც მე, ანუ პირველი პირი ვიმყოფები. გაფრინდა აქედან იქით, გამოფრინდა იქიდან აქეთ. გადაფრინდა აქედან იქით, გადმოფრინდა იქიდან აქეთ. ანუ აქ კიდე რაღაც წინაღობაა, გადაფრინდა, რაღაცა დაძლია და გადაფრინდა. აქაც ასე, გადმოფრინდა. როგორც ხედავთ, ზმნის წინის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია მიმართულების გამოხატვა. მაშასადამე აი ეს მეტ-ნაკლები ცვლილება, რაც ზმნისწინიან ფორმებს შორის, ან ზმნისწინიან და უზმნისწინო ფორმებს შორის შეიმჩნევა, ამ შემთხვევაში დაკავშირებულია იქითა და აქეთა მიმართულებასთან, ანუ მოძრაობასთან. სხვა შემთხვევაში ზმნას შეუძლია თითქმის მთლიანად შეუცვალოს ზმნის წინს, შეუძლია თითქმის მთლიანად შეუცვალოს ზმნას შინაარსი. აი შეადარეთ. აიგო, თქვათ, სახლი. ან აიგო კაცმა თავისთვის სახლი. გაიგო პირველ შემთხვევაში აზმნის წინია. მეორე შემთხვევაში გაიგო რაღაც ახალი ამბავი. მოიგო, მხოლოდ ზმნის წინებს ვცვლით, ფუძე იგივე რჩება. მოიგო მანქანა. დაიგო, ისევ შევცვალეთ ზმნის წინი. ფუძე იგივეა. დაიგო ნაბადი. ან კიდევ მოხვდა ბავშვს ბურთი ვთქვათ. მიხვდა იგი
რაღაცას. შეხვდა, იგი მეგობარს. დახვდა, უკვე სახლში იყო და დახვდა, იგი ამხანაგს მეგობარს და ასე შემდეგ. ყველა შემთხვევაში ფუძე ერთი და იგივეა, აქ უკვე სხვა ფუძეა, მაგრამ აი ამ თითოეულ შემთხვევას გულისხმობ, იცვლება მხოლოდ ზმნის წინები და შესაბამისად იცვლება მათი მნიშვნელობაც. ახლა შევუდარეთ ერთმანეთს ეს ზმნები. ცხოვრობს, აბა თუ შეგვიძლია რომ მას დაურთოთ ზმნის წინი. მოცხოვრებს, იცხოვრებს, არა, არ შეიძლება. მინდა იცოდეთ, რომ არსებობს ისეთი ზმნები, რომლებიც ზმნის წინებს არ დაირთავენ. შედარებით ნაკლებია ასეთი ზმნები, მაგრამ მაინც არის, მაგალითად, ცხოვრობს, ცოცხლობს, უყვარს, სულს. ეხლა თქვენ შეიძლება იფიქროთ, იცხოვრებს, იცოცხლებს, უკვე ზმნის წინი არ არის. ამიტომ დაიმახსოვრეთ ამ ტიპის ზმნები, არის ერთი ნაწილი ზმნებისა, რომლებიც ზმნის წინს არ დაირთავენ. კიდევ რა არის საჭირო იცოდეთ. ძველ ქართულში ქონდა, რა თქმა უნდა, ისევე როგორც თანამედროვე ქართულში, ძველ ქართულშიც ქონდა ზმნის წინები. ეს ზმნის წინებია აღ, გან, გარდა, შთა, წარ, რომლებიც დღესაც იხმარება. სხვა ზმნის წინებიც იყო, რა თქმა უნდა, ძველ ქართულში. იხმარება ყველა შედარებით იშვიათად, რამდენიმე ზმნაშია შემორჩენილი. და ალბათ კარგი იქნება ამ ზმნებსაც თუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ ამ შემთხვევაში ეს რთული ძველი ზმნის წინია, აღწერს მაგალითად, აღნიშნავს, აღნუსხავს. აღ ძველი ზმნის წინია, რომელიც დღესაც მეტნაკლებად გამოიყენება. გან, განმარტავს, განაგრძობს, გარდა, გარდაიქმნა, გარდაიცვალა, შთა, შთაბერავს, სულს მაგალითად დღეს უკვე ძირითადად შთას ნაცვლად ჩა გამოიყენება. შთავიდა, ჩავიდა და ასე შემდეგ. წარ, წარადგენს თქვათ თავის ნამუშევარს და ასე შემდეგ. აი ეს არის მოკლედ, რაც შეიძლება თქვენ, შეიძლება კი არა, უნდა იცოდეთ ზმნის წინებთან დაკავშირებით. დავიმახსოვროთ, რომ გვაქვს 15 ზმნის წინი თანამედროვე ქართულში. მიმოადაჩაშეგაცა მარტივი ზმნის წინებია, ერთმარცვლიანებია, ამოჩამო, შემო, გამო, წამო, გადმო, გა და ორმარცვლიანებია და ზმნის წინი უცვლის ზმნას, მნიშვნელობას ან მიმართულების თვალსაზრისით, ან მთლიანად შეიძლება შეიცვალოს ზმნის მნიშვნელობა. ხან მეტნაკლებად, თქვათ, დახატავს შემთხვევაში, ხან აბსოლუტურად, როგორც აი აქ ქონდა, აიგო, გაიგო, მოიგო ტიპის შემთხვევებში. შემდეგ გაკვეთილზე ჩვენ შევისწავლით ზმნის წინებთან დაკავშირებულ მართლწერის წესებს. ნახვამდის.